ვაღიარებთ და პირდაპირ ვაფიქსირებ ამას, რომ ეს იყო შეცდომა, განცხადების ამ სახით გაშვება. ბოდიშის მოლოდინში სამძიმრის წერილი წაიშალა, საზოგადოების ნაწილი თავდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს. თხოვნა აქვს პრემიერსაც. შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიშის მოხდა სჭირდება. ისე რომ მე მიმაჩნია რომ მინისტრი ამას გააკეთებს. თავდაცვის სამინისტროს ეგრეთ წოდებული სამძიმარი პოლიტიკურ წრეებში განიხილეს და დაგმეს. გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა პოლიტიკოსებს პოლიტიკური სპეკულაციების დასრულებას ურჩევს. ძალიან ვთხოვ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც არ უნდა იყოს. დაანებონ თავი ამ თემაზე უკვე დღეიდან ლაპარაკობთ. ავარიული თბილისი 3500 სახლის სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. რამდენი ლარით შეაფასა მერიამ პრობლემის სიმძიმე. საღამომშვიდობის მოამბი ჟურნალისტები ვაჯამებთ მთავარ ამბებს. სტუდიაში ირაკლი ჩიხლაძე მუშაობს. სამძიმრის ხმაურიანი წერილი თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე აღარ იძებნება. უწყებამ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალების გამო განცხადება გუშინ გამოაქვეყნა. სამინისტროს პოზიცია ბევრისთვის მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. წერილი შემდეგი სიტყვებით იწყება და სრულდება. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. წერია განცხადებაში საინტერესოა რა მიზანს ემსახურება აღნიშნული წერილი და რამდენად ადეკვატურად აფასებს საქართველოს თავდაცვა ქართველი გმირების გმირობას, რომლებიც იცავენ სხვის მიწას და იგერიებენ საკუთარ მტერს. სალომე ქოქიაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან იმყოფება. სალომე, ბოდიშის მოხდის ლოდინში წაიშალა წერილი, როგორც უკვე აღვნიშნე. აღიარებს თუ არა თავდაცვის სამინისტროს შეცდომას და დაგმეს თუ არა საკუთარი პოზიცია. თავდაცვის სამინისტროს შეცდომას აღიარებს ამ შინაარსის განცხადებას სულ ამ წუთებში. რამდენიმე წუთის წინ გაკეთა თავდაცვის სამინისტროში განმარტება ამ შემთხვევაში გააკეთა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და ჩვენ ეს კომენტარი შეგვიძლია ახლა პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. კიდევ ერთხელ მინდა ღრმამწუხარება გამოთქვა ღირსეული ქართველი ადამიანის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის ფაქტის გამო უკრაინაში. ეს არის ძალიან მძიმე დანაკლისი, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის. აქვე მინდა განვაცხადო, რომ თავდაცვის სამინისტრო მზად არის და გამოთქვავს მზადყოფნას, მე ვაცხადებ ამას თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის სახელით, გამოთქვათ მზადყოფნას ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოთ გარდაცვლილის ოჯახს, რათა ღირსეული პატივი მიეგოს მის ხსოვნას. რაც შეეხება განცხადებას, ვაღიარებთ და პირდაპირ ვაფიქსირებ ამას, რომ ეს იყო შეცდომა, განცხადების ამ სახით გაშვება და ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და შესაბამისად ჩემთვის მისასალმებელია საზოგადოების ის რეაქცია, რომელიც მოყვა ამ შეცდომას. განცხადებაზე რეაქცია მიუთითებს იმას, რომ საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების ნებისმიერ მოქმედებაზე მოთხოვნა არის ძალიან მაღალი, თამასა არის ძალიან მაღლა აწეული და ამას რა თქმა უნდა ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. მე შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ გაკეთა თავდაცვის სამინისტროში. ჩვენ ამ განმარტებას ველოდით თითქმის მთელი დღის განმავლობაში და შეცდომის აღიარებისკენ თავდაცვის სამინისტროს დღეს მოუწოდებდა პრემიერ-მინისტრის, თუმცა პრემიერ-მინისტრის მოწოდების ადრესატი დღეს იყო არა უწყება, არამედ უშუალოდ თავდაცვის მინისტრი. დღეს თავდაცვის მინისტრი ამ განცხადების გამო გააკრიტიკეს პოლიტიკურ წრეებშიც. ოპოზიციის წარმომადგენლები შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით კრიტიკულები იყვნენ თავდაცვის მინისტრის მისამართით და ის განცხადებები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა, ჩვენ ახლა შეგვიძლია უკვე მოვისმინოთ. პირველი საჯარო შენიშვნა თავდაცვის მინისტრმა მთავრობის მეთაურისგან პოსტზე დანიშვნიდან თვენახევარში მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილმა მინდია ჯანელიძესა და მის უწყებას ოფიციალური განცხადების პოლიტიკური გზავნილი გუდაურიდან დაუწუნა. პრემიერმა თანაგუნდელის მოქმედება შეცდომით ახსნა, თუმცა თავდაცვის ახალ მინისტრს ამ შეცდომის აღიარების აუცილებლობა შეახსენა და ბოდიშის მოხდაც ურჩია. მეც არ მომეწონა ეს განცხადება და მე მიმაჩნია, რომ ამ ტიპის პოლიტიკური შინაარსის განცხადება არ უნდა გაეკეთებინა თავდაცვის სამინისტროს. მე თუ ვესაუბრე მინისტრს და თვითონაც ძალიან შეწუხებულია. მე აქვე მინდა პირველ რიგში მწუხარება გამოთქვა და მიუსამზერო გარდაცვლილის ოჯახს და მე კეთს ვიხრი ამ ადამიანის ხსოვნის წინაშე. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რა თქმა უნდა, მე არ ვიზიარებ. ეს ემოციური იყო და პოლიტიკური შინაარსის და მიმაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს განცხადებას, მაგრამ მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ
ამ ვითარებაში დრამატიზებას ნუმოვახდენ, შეცდომა ყველას მოსდის, შეცდომისგან არავინ არ ვართ, საზღვაურები ადამიანები ვართ და შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიშს მოხდა სჭირდება. ასე რომ მე მიმაჩნია რომ მინისტრი ამას გააკეთებს. ქართულ ოცნებაში პრემიერ-მინისტრის პოზიციას იზიარებენ, თუმცა თავდაცვის სამინისტროს განცხადების შეფასებისას დეპუტატები კიდევ უფრო კრიტიკულები აღმოჩნდნენ. მმართველი კოალიციის წევრებმა თავდაცვის სამინისტროს პოლიტკორექტულობა დაუწუნეს და დამატებითი განმარტებებიც მოითხოვეს. თავდაცვის სამინისტროს განცხადების პოლიტიკური აქცენტები მე მეჩვენა არაკორექტულად. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს არაფრის საფასურად და სანაცვლოდ არ წავიდნენ სხვა ქვეყნებში და მე მგონი ეს კონტექსტი იყო არც თუ ისე კორექტული. ეს არის სრულიად სამარცხვინო, ამორალური და ქართული სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. კიდევ უფრო კრიტიკული აღმოჩნდა ოპოზიცია, რომელმაც მინდია ჯანელიძეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისა და ქართული სამხედრო კონტინგენტის შეურაცხყოფაში დასდო ბრალი. ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც თავდაცვის სამინისტრომ განცხადებაში ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის პასუხისმგებლობა დააკისრა, ჯანელიძის უწყებას უპასუხისმგებლო უწოდა. თავისუფალმა დემოკრატებმა კი ტექსტში ქვეყნის იმიჯის შემლახველი შინაარსი ამოიკითხეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა პოლიტიკურ დაპირისპირებაში რევს და თავს ისევ და ისევ შეარაღებულ ძალებს. ეს ყოველად დაუშვებელია. არ გვყავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და ის სხვა ქვეყნის ინტერესებს გამოხატავს და სხვა შეფასება გარდა პოლიტიკური ნაძირლობისა მე არ მახსენდება ამ განცხადების წაკითხვის შემდეგ. თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა მხარდაჭერა დღეს ვერც წინამორბედებისგან მიიღო. ამ უწყების ყოფილმა ხელმძღვანელებმა მინისტრსა და მის თანამშრომლებს სამხედრო საქმისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნაც ურჩიეს და ჯარისკაცის მუნდირის პატივისცემად შეახსენეს. სამწუხაროდ ბოლო 11 წელია სამინისტროს მართავს ადამიანები, რომლებსაც არანაირი წარმოდგენა არ აქვთ. არც მუნდირის ღირსებაზე, ადამიანები, რომლებმაც იციან ბრძოლა, თვითონ ირჩევენ სად იბრძოლონ და როგორ იბრძოლონ თუ კი მათ არანაირი ის არ აქვთ. რეალიზაცია ამონარებისა თავიანთ ქვეყანაში. ეს განხადება ვფიქრობ, რომ არის აბსოლუტურად მიუღებელი. მის ომი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში. და ის ომი, რომელსაც უკრაინელი ხალხი იბრძვის თავის დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის, ასევე არის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. თუ ოპოზიცია პოსტზე დანიშვნიდან თვენახევრის თავზე მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, მმართველი გუნდი ჯერ მის ოფიციალურ პოზიციას ელოდება. ახლა ჯერი თავად მინდია ჯანელიძეზეა, რომელმაც მოკლე დროში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გაიზიარებს თუ არა პრემიერ-მინისტრის რჩევას და მოიბოდიშებს თუ არა განცხადებისთვის, რომელიც მისმა უწყებამ უკრაინაში ქართველი მეომრის ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალების შემდეგ გაავრცელა. მე შეგახსენებთ, რომ მსგავსი შეფასებები კეთდებოდა მანამ, სანამ თავდაცვის სამინისტრო განამარტებას გააკეთებდა და შეცდომაზე ისაუბრებდა, თუმცა განმარტება დღეს გააკეთა მინისტრის მოადგილემ და არა თავად მინისტრმა, რომლის უწყებასთანაც დღის მეორე ნახევარში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. ეს საპროტესტო აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული განცხადება გაავრცელა. აქციის მონაწილეებს დღეს ჰქონდათ ერთადერთი მოთხოვნა, ეს იყო მინისტრის გადადგომა და დღეს აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ვეტერანმა პროტესტის ნიშნად ვეტერანის ბილეთიც კი დაწვა. აღარ ცოცხალსემენ პატივსა და აღარ სხდას. გვარდიის დაარსებიდან თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც საერთოდ არაპოლიტიზირებული სიტუაცია უკავია ქვეყანაში, მაგრამ ყველაზე პოლიტიზირებული ეს გამოვიდა. გამოვიდა იმიტომ, რომ დედამიწის ზურგზე შვილდის რეპტროდ არიან, ისინი არ გააკეთებდნენ ამ განცხადებას. კუდარკაც მიაყენეს უზარმაზარი ტრამვა. აქციის მონაწილეები მოგეხსენებათ ითხოვენ მინისტრის გადადგომას, მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს და ვფიქრობ, რომ ეს არის ადეკვატური მოთხოვნა, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს პრეცედენტი იმისა, რომ სახელმწიფო ჩვენს მიერ დაქირავებული პირები არ აკეთებდნენ უპასუხისმგებლო და ხედვების გარეშე განცხადებებს. ახლა საინტერესოა გამოეხმაურება თუ არა დღეს გაკეთებულ კომენტარებს თავად თავდაცვის მინისტრი, როგორც უკვე მოისმინეთ, პრემიერ-მინისტრის მიმართვის ადრესატი სწორედ მინდია ჯანელიძე იყო. დიდი მადლობა, ეს სალომე ქოქიაშვილი იყო, რომელიც რჩება თავდაცვის სამინისტროსთან და თუ მინდია ჯანელიძეს ექნება სურვილი, დაახლოებით 25 წუთი აქვს იმისთვის, რომ შემოგვიერთდეს ღია ეთერში პირდაპირ ჩართვის აპარატი რჩება სამინისტროსთან.
ახლა პატივი მივაგოთ უკრაინელი მიწის ქართველ დამცველს, გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა მიმართავს პოლიტიკოსებს. დაასრულონ პოლიტიკური სპეკულაციები. თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ეგრეთ წოდებულ სამძიმრის წერილზე კი კომენტარს არ აკეთებს. ალექსანდრე გრიგოლაშვილი სამშობლოში წუხელ გადმოასვენეს. ოჯახი სამძიმარს ქუთაისში იღებს. ჩვენ აქ საქართველოდან ჩამოვედით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, იმ ხალხის, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ. გვინდა დავეხმაროთ სამშვიდობო ძალებს იმ გამოცდილებით, რომელიც ჩვენ გვაქვს და ჩვენი სრული მხარდაჭერა გამოუცხადოთ. ეს ალექსანდრე გრიგოლაშვილის უკანასკნელი ინტერვიუა, რომელიც მან უკრაინელ ჟურნალისტებს მიცა. თვლიდა, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძოდა და ამიტომაც გაწევრიანდა ლუგანსკში მოხალისეთა დანაყოფ აიდარში 4 თვის წინ, სადაც მის გვერდით პოლონელები, ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები, უკრაინელები, ადგილობრივი რუსები და სხვა ქართველებიც იყვნენ. 18 დეკემბერს გამთენიისასის ქალაქ შასციეს მიდამოებში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. მე მას ვიცნობდი, ის იყო შეუდარებელი მებრძოლი. მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, იყო ერახში. წუხარ მისი დაღუპვის გამო ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია. კიევში სამოქალაქო პანაშვიდზე ქართულ ჯარისკაც უკანასკნელი პატივი ასობით უკრაინელმა მიაგო. დღეს დილით კი მისი ცხედარი თბილისში უკრაინული ავიახაზების კუთვნილი ბოინგით ჩამოასვენეს. საგანგებოდ ჩამოვიდნენ გრიგოლაშვილის თანამებრძოლებიც. აეროპორტში მათ დაღუპულის ოჯახის წევრები, ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დახვდნენ. ჩემი მეუღლის დიდი სურვილი იყო, რომ მონაწილეობა მიიღო ჩვენი საერთო მტერის განადგურებაში და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გმირის სახელი დაეტოვებია ამ ქვეყანაზე. ის არა მარტო ჩემი გმირია, როგორც მეუღლე, არამედ არის მთელი ერის გმირი და ძალიან უბედური ვარ და ძალიან ამაყი, რომ ყავს ასეთი მეუღლე. თანავუგრძნობ ალექსანდრეს ოჯახს მინდა მთელი უკრაინის სახელით მადლობა გადაუხადოს საქართველოს მოსახლეობას. მადლობა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ მომენტში გვერდში გვიდგახართ. დაღუპული მებრძოლი მშობლიურ ქუთაისში მშობლების სახლში გადაასვენეს, სადაც 32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილს უკანასკნელ პატივს მიაგებენ. ოჯახი ჯერ დაკრძალვის თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა გარდაცვლილის მამა ყველას ერთი თხოვნით მიმართავს. ჩემი შვილი იყო მებრძოლი და როგორც მებრძოლი ისე არ დაიცვა. ძალიან ვთხოვ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც არ უნდა იყოს, დაანებონ თავი ამ თემაზე უკვე დღეიდან ლაპარაკს. მე არც ტელევიზიას, მე ინტერვიუს არ ვიცი. გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი ალექსანდრე გრიგოლაშვილი 32 წლის იყო. 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, მონაწილეობდა სამშვიდობო მისიაშიც. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს. საღდრისის დამცველები ქუჩაში გამოვიდნენ საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან და პრემიერის სახლთან გაიმართა. აქციის მონაწილეები ყაჩაღიანის ტერიტორიაზე სამუშაოების შეჩერებას მოითხოვდნენ. მომიტინგეებმა მსვლელობისთვის საავტომობილო გზის ათვისება გადაწყვიტეს, რასაც მცირე ინციდენტი მოყვა. სალომე სონიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. სალომე, საამშვიდობის. როგორც ხედავ, აქცია დასრულებულია, დასასრულს ხო არ გართულდა ურთიერთობა პოლიციასა და აქტივისტებს შორის. ვითარება ამ წუთებში მშვიდობიანად მიმდინარეობს, ვითარება არ გამწვავებულა. ამ წუთებში საყდრისის გადარჩენის მოთხოვნით მიმდინარეობს აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, თუმცა რამოდენიმე წუთის წინ აქ იყო ხმაურიანი გამოსვლები, აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე შეწყვიტონ სამუშაოები. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მათი კომენტარები. საქართველოს მთავრობას არ ესმის კულტურული მემკვიდრეობის როლი სწორედ ქვეყნის განვითარებისთვის და მიდის რაღაც ესეთი მიზანმიმართული მოშლა ჩვენი კულტურული და ისტორიული მეხსიერების. დრო საყდრისის განადგურებით წაიშლება ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი ქართული საქართველოს ისტორიისა. შეწყდეს აფეთქებული საყდრისის ნგრევა, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. დაილუქოს ჯერ კიდევ ახალგაზრდა იურისტების მიერ ყადაღა დადებული და აფეთქებული ობიექტი. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. შიმშილს ვაგრძელებთ, მინდა შევხვდეთ პატრიარქს ამ საკითხის ირგვლივ და შიმშილი აუცილებლად გაგრძელდება.
საყდრიცის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა შეკრება ჯერ კიდევ 5 საათზე დაიწყეს, ხოლო შემდეგ უკვე სხვადასხვა მიმართულებით გადაინაცვლეს, უკვე ფეხით მსვლელობა გამართეს. პირველი ეს იყო პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელი სახლი, ხოლო შემდეგ უკვე კანცელარია. აქციის მონაწილეებმა სცადეს ჭავჭავაძის გზის ცენტრალური გზის გადაკეტვა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. სამართალ დამცველმა შეგვიშალა ხელი, იცით რომ უამრავი მანქანა დგას თბილისში ტროტუარებზე და ჯობია ეს მანქანები გადაიყვანონ, ვიდრე აქციის მონაწილეებს დაუშალონ საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის გრევა. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გრძელდება აქცია პერფორმანსი. შეგახსენებთ, რომ საყდრიცის გადარჩენის კომიტეტის წევრებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც კომპანია RMG Gold-მა სამუშაოების საყდრიცის ტერიტორიაზე განაახლა. ანუ აქციის მონაწილეები კანცელარიის მოპირდაპირ მხარეს რჩებიან. ეს სალომე სონიშვილი იყო, რომელსაც დიდი მადლობა, რომ მოგვაწოდა ამ უწურავ ინფორმაცია და გავაგზავნოთ სხვა საინტერესო თემებზე საუბარი. ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ 100-ზე მეტი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, მათ შორის პროფესიული საქმიანობის შეჩერება. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში შესულ 200-მდე საჩივარზე 400-მდე საექსპერტო დასკვნა მომზადდა, რის საფუძველზე ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს სამედიცინო ასოცირების გაერთიანების ინფორმაციით, კაჭრეთის სასტუმრო ამბასადორიალში გაერთიანების გასვლითი კონფერენცია მოიწყო. კონფერენცია 2014 წელს გაერთიანების მიერ გაწეული მუშაობის შეჯამებასა და სამომავლო გეგმების წარდგენას დაითმო. დღეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროდან მოწოდებული დაახლოებით 300-მდე სამედიცინო შემთხვევის ექსპერტიზა განხორციელდა. აქ საუბარია ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობაზე, რომელიც დაისვა ამა თუ იმ შემთხვევის ექსპერტიზის შედეგად. მუდმივად მიმდინარეობს, თვეში ერთხელ ეს საბჭო იმართება და ჩვენი კომპეტენციის ამ საბჭოს თავმჯდომარე მე გახლავართ და კომპეტენციის ფარგლებში არის ან გაფრთხილება, ან საქმიანობის ლიცენზიის დროებითი შეჩერება 1 თვიდან მაქსიმუმ 6 თვის ასაკამდე. ეს შემთხვევები სისტემატურად შემოდის, ყველა მათგანს ვაანალიზებთ, ვატარებთ ექსპერტიზას და წლის განმავლობაში ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ რამოდენიმე ათეული ასეთი შემთხვევა გროვდება ხოლმე. ადიგენის რაიონში მცხოვრები მუსლიმები მოხის სადაო შენობის წარმომავლობის დამდგენ კომისიას უნდობლობას უცხადებენ. ადგილობრივების თქმით, კომისიაში მათ მიერ წარდგენილი პირები ვერ მოხვდნენ. კომისიის შემადგენლობის შეცვლის მოთხოვნით რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს წერილი უკვე გაეგზავნა პეტიცია სოფელ მოხედან. ეს არის თემა, რომელზეც ნათია კენქაძე მუშაობდა. ეს გახლავთ ხელწერები ორასი ხელმოწერა ადიგენის რაიონში მცხოვრებმა მუსლიმებმა რელიგიის სააგენტოსთან გასაგზავნად შეაგროვეს. ადგილობრივების პროტესტის მთავარი მიზეზი 11 წევრიან კომისიაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორისა და ადიგენის რაიონის გამგებლის შეყვანა გახდა, რომელსაც ისინი არაობიექტურობაში ადანაშაულებენ. გუბერნატორი რომელიც გვერდზე იდგა და სერს ყურობდა რაის კომისიაში ჩამისვა ის ან და გამგებელი რაიონისა რაის კომისიაში ჩამისვა მე ისი მაგაზე სასტიკით ნამდვილი ვარ ჩვენ საზოგადოება რომ მეგენი არ უნდა იყოს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გარდა მოსახლეობისთვის კომისიის რამდენიმე წევრიც მიუღებელია. მათი განცხადებით, მათ მიერ შერჩეული ნდობით აღჭურვილი პირების ნაცვლად კომისიაში ახალი მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, მისი მოადგილე ადამ შანთაძე და სამცხე-ჯავახეთის მუფტი მამუკა ვაშაყმაძე მოხვდნენ. ბატონ ადამ შანთაძესთან ჩვენ გვაქვს კითხვები, გაგვაჩინა კითხვები, კარგი იქნება თუ მოვადა თვითონ საზოგადოებაში ხვდება და გაესაუბრება. და აქედან გამომდინარე ჩვენ ცოტა ამ პიროვნების მიმართ უნდობლობას გამოვხატავთ. შესაძლებელია კომისია კიდევ უფრო გაფართოვდეს, პრობლემა არ არის, ოღონდ კომპეტენტური ადამიანები იყო, რომლებიც მხარეს არ წარმოადგენდნენ. მუსლიმი მოსახლეობის მოთხოვნას მხარს უჭერს მუფტი მამუკა ვაშაყმაძეც, რომელიც კომისიის ერთ-ერთი წევრია.
არ ვეთანხმებით ამ კომისიის არც გადაწყვეტილებას, არც კარგს არაფერს არ ველოდებით და ვაპროტესტებთ და ხელწერებს ვაგროვებთ იმისათვის, რომ ჩვენ ეს უნდა გავაპროტესტოთ და აუცილებლად ამ კომისიაში უნდა მოხვდნენ ნეიტრალური პირები. ადიგენის რაიონის გამგებლისთვის მის მიმართ წაყენებული პრეტენზიები გაუგებარია. ზაქარია ენდელაძე აცხადებს, რომ ის კომისიაში მოსახლეობის ინტერესებს წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ ყველა საკითხი, რაც ჩემ რაიონში ხდება, ნებისმიერი საკითხი ეს უშუალოდ მეხება მე და აქ რა შუაშია ჩემი მხარედ მოხსენიება ჩემთვის გაუგებარია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომისიის დაკომპლექტების დროს კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით უკმაყოფილება არავის გამოუთქვამს. მისი განცხადებით ამის მიუხედავად, მოსახლეობის წერილს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ. ესენი არიან რელიგიური ლიდერები და ახლა გამოდის, რომ საკუთარი თემი არენდობა საკუთარ ლიდერებს თუ როგორ არის. ბუნებრივად ამას ჩვენ განვიხილავთ, კანონით დადგენილ წესით ამას ვადაში ვაცნობებთ აღნიშნულ დაინტერესებულ პირებს. სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება. სწორედ მაშინ გაირკვევა, ჩამოყალიბდება თუ არა კომისია ადიგენის მუსლიმი მაცხოვრებლებისთვის მისაღების შემადგენლობით. თბილისში 3500 ავარიული სახლია, რეაბილიტაციისთვის 65 მილიონი იყო საჭირო. დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში კი სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხა გაიწერა ოღონდ 8-ჯერ ნაკლები, ვიდრე შესაბამისი უწყება მოითხოვდა. ვინ როგორ დათვალა და შეაფასა პრობლემის სიმძიმე. მარიამ რუხაძე მუშაობდა თემაზე. ჩაცვენილი იატაკი, ჩამოშლილი ჭერი და ფიცრებით გამაგრებული ფასადი. ეს ჭონქაძის 15 ნომერია, რომელიც უკვე წლებია ყურადღების გარეშეა. შენობაში ცხოვრება დღითი დღე საშიში ხდება. მოსახლეობის თქმით, თბილისის მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. პასუხი მხოლოდ წერილობით მიიღეს, სადაც ნათქვამია, რომ ამ სახლის რესტავრაციისთვის საჭირო თანხები ქალაქის ბიუჯეტში არ არის. წერილებს ვწერთ, ვითხოვთ, რომ მოვიდნენ, მოაქციონ ყურადღება. უბრალოდ ეს ადარბაზო თვითონ რაც შეიძლება ის გაკეთდეს. მხოლოდ და მხოლოდ სახურავია მარტო გადახურული, ისიც მინდა აღნიშნო, რომ იყო უხარისხო. ამ ქუჩაზე ყოველი მეორე შენობა მძიმე მდგომარეობაშია. დანგრევის პირასაა ის სახლიც, სადაც ერთდროს ცნობილი რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი ცხოვრობდა. ჭონქაძის ქუჩისგან განსხვავებით პირველადი სამუშაოები ჩაუტარდა გამრეკელის 6 ნომერში მდებარე კორპუსს, თუმცა სარემონტო სამუშაოების დასრულებას მოსახლეობა უკვე მეოთხე წელია ელის. მათ ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის სახელზე წერილიც გაგზავნეს და დაპირებაც მიიღეს, რომ სახლის შეკეთებისთვის საჭირო თანხებს 2015 წლის ბიუჯეტში გაწერდნენ. ძალიან სასურველია, რომ რეალურად ჩაჯდეს ეს სახლი თავისი გამაგრების მეორე ეტაპით 2015 წლის ბიუჯეტში. უცნობია ჩაუტარდება თუ არა რეაბილიტაცია კუტუზოვის 6 ნომერს. მას შემდეგ, რაც თბილისის ავარიული სახლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი მოთხოვნილი 65 მილიონი ლარის ნაცვლად 7,5 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამ ეტაპზე მხოლოდ ასე ვთქვათ, მძიმე ავარიულ მდგომარეობაში ყოფილი შენობების გამაგრება გაძლიერების სამუშაოები დაიგეგმა. ალეკო ელისაშვილი ერთ-ერთია იმ 8 დეპუტატიდან, რომელმაც ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა. საკრებულოს წევრი ამბობს, რომ პრიორიტეტები არასწორად გადანაწილდა. 7,5 მილიონი არ ეყოფა არაფერს. ეს არის მაქსიმუმ 10-12 კორპუსის გამაგრების თანხა, როდესაც 10-12 კორპუსი მარტო საბურთალოზეა გასამაგრებელი. ლატარია უნდა ვითამაშოთ და ისე ამოვარჩიოთ ლოტოტრონით, კორპუსებით როგორ უნდა ვქნათ, არ ვიცი. ავარიული სახლებისთვის გამოყოფილი თანხის სიმცირეს თბილისის საკრებულოც აღიარებს. მათი თქმით, ბიუჯეტის გაზრდა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ავარიული სახლების რაოდენობასა და სტატუსზე დასკვნას ექსპერტები დადებენ. თბილისის არათუ ერთი წლის ბიუჯეტი, შეიძლება ვთქვათ 2 წლის ბიუჯეტი არ იყოს ავარიული ბინების გამაგრების პროცესი. თბილისში ამ მხრივ ძალიან მძიმე სიტუაცია. რომელ სახლებს მიანიჭებს შეკეთებისას პრიორიტეტს თბილისის მერია ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით თბილისში 3500 ავარიული სახლია, რომელიც გადაუდებელ შეკეთებას საჭიროებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ყოველწლიური კონკურსის ქარტიის პრიზის გამარჯვებულები ცოტა ხნის წინ გამოვიდნენ. ჟურნალისტური ეთიკის პრიზი გადაეცა ლიბერალს, კახეთის საინფორმაციო ცენტრს და რადიო თავისუფლებას. გამარჯვებულები 4 ნომინაციაში დასახელდნენ: საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი, საუკეთესო რადიო რეპორტაჟი, საუკეთესო სტატია და საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევარი ბავშვთა საკითხებზე. ქარტიის პრიზზე სულ შესული იყო 43 ნამუშევარი. უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უკვე 5 წლისა.
ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს პრიზი არა მხოლოდ ყოველწლიური იყოს, არამედ კიდევ უფრო და უფრო დაიხვეწოს, რადგან გამოცდილებასთან ერთად ასევე თქვათ ვამჩნევთ იმას, რისი შეცვლა, რისი გაუმჯობესება შეიძლება მომავალი წლისთვის. ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღეს ამ პრიზის მოგება, იმიტომ რომ სტატია იყო ბავშვთა საკითხებზე. უღრმესი მადლობა ქარტიას და უღრმესი მადლობა UNICEF-ს, რომ ეს სტატია გამოარჩიეს საუკეთესოდ. რუსეთში საზღვარგარეთის ქვეყნების სპეცსამსახურები გააქტიურდნენ, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომელთა დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე წელს რუსულმა სპეცსამსახურებმა 200-ზე მეტი აგენტი გამოავლინეს, თავიდან აიცილეს 8 ტერორისტული აქტი და 50-მდე ექსტრემისტული ჯგუფის საქმიანობა აღკვეთეს. პუტინმა ახალი საფრთხეების ფონზე სპეცსამსახურებს სისტემის ეფექტურობის გაზრდისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ტერორიზმის, ექსტრემიზმის, ნაციონალიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ პრევენციული მოქმედებები უნდა გაძლიერდეს. სოფლიოში არასტაბილური მდგომარეობაა, გაიზარდა საფრთხის რისკები, ხოლო საერთაშორისო სამართლის ნორმები იგნორირებულია. ღიად ისმის საუბარი, რომ ყირიმელი თანამემამულეების ხარდაჭერისათვის რუსეთმა ძვირი უნდა გადაიხადოს. ზოგჯერ ჩანს, რომ ჩვენი არსებობისთვისაც უნდა გადავიხადოთ საფასური. აშკარაა, რომ რუსეთის დაშინება, შეკავება და იზოლირება არავის გამოსვლია და არც არავის გამოუვა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ საფრთხეს ადეკვატური პასუხი გავცეთ. რუსეთის ხელისუფლება აღმოსავლეთ უკრაინაში მორიგ ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის. 90 ავტომობილისგან შედგარი ავტომობილების კოლონა როსტოვის ოლქიდან გავიდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთის სახით მოსახლეობას საკვე პროდუქტებს, მედიკამენტებს, სამშენებლო მასალებს და საახალწლო საჩუქრებს მიიღებს. რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჰუმანიტარული დახმარება უკვე მეათედ გაგზავნა, 10 კოლონა კი დანიშნულების ადგილზე ჩავიდა. პაკისტანში ექს-პრეზიდენტ მუშარაფზე თავდასხმაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს. ქვეყნის ხელისუფლებამ სასიკვდილო განაჩენი კიდევ 3 ადამიანს გამოუტანა. განაჩენის აღსრულება ფაისალაბადის ციხეში განხორციელდა, რუსეთის მოქალაქის სიკვდილით დასჯის ფაქტი მოსკოვმა უკვე დაადასტურა. ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს თურქეთში. ანკარის ცენტრში რამდენიმე ასეულმა მასწავლებელმა ხელისუფლების გეგმა გააპროტესტა, რომლის მიხედვით უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებმა ოსმალთა დროინდელი თურქული ენით უნდა ისწავლონ. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და წელმსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა თურქეთში სეკულარული განათლების სისტემის ცვლილება გააპროტესტეს. გასულ კვირას ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ოსმალთა დროინდელი თურქული ენის სწავლება უნდა დაბრუნდეს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ტუნისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ისტორიული არჩევნები. სახელისუფლებო მეთაური ცოტა ხანში უნდა გამოვლინდეს. დასავლური მედიის ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლები და ეგრეთ წოდებული არაბული გაზაფხულის შემდეგ ტუნისი ერთადერთი არაბული ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიული მმართველობისაკენ ნაბიჯი გადადგა. კენჭისყრის მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი მონსეფ მარზუკი, ყოფილი საპარლამენტო მდივანი ბეჯი ესეფის უპირისპირდება. ტუნისში უსაფრთხოების ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გამკაცრებული. და სპორტი, სპორტ კომპლექს ოლიმპიკში წყალბურთელთა ტურნირი არენის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ტენტორიუმის თასის ფინალურ შეხვედრაში არენამ ივერიას დაძაბულ ბრძოლაში 6-5 მოუგო და მთავარი ფულადი პრიზის მფლობელი გახდა. მესამე ადგილი საჩხერის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ქუთაისი 8-4 დაამარცხა. ტურნირის პრიზიორ გუნდებს შეჯიბრის ორგანიზატორებმა ფულადი ჯილდოები 1000, 600 და 400 ლარი გადასცეს. დიდი ხნის უმწვრთნელი ვარ და ისევე როგორც პატარა ბავშვს მიხაროდა დღევანდელი მოგება და კიდევ ერთხელ ულოცავ არენის გუნდს. მე მგონი იდეალური ტურნირი ჩატარდა. მე ყველა კომპანიებს ვთხოვ, რომ ესეთი ტურნირები ჩატარდეს საქართველოში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა წირვალოცვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. მსახურების დასრულების შემდეგ უწმინდესმა იქადაგა. ილია მეორემ ყურადღება მადლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ჩვენ ძალიან ხშირად გავიწყდება მადლობის შეწირვა უფლისა. მოძღვარი დადიოდა
ფსიქიატრიულ სამავთყოფოში და იმათ ეხმარებოდა ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებს. და ერთი ქალბატონი იყო, რომელიც დროდადრო ხდებოდა ავად და ხანდახან სულ ჯანმრთელი იყო. და ეს ქალბატონი ეკითხება მღვდელს, მამო, თქვენ მადლობას სწირავთ თუ არა ღმერთს, რომ საღიგონება გაქვს. და მე არადროს არ მიფიქრია ამაზეო. და იმის შემდეგ ყოველ დღე მადლობ უფალს, რომ ღმერთმა ჯანმრთელი გონება მომცა. თეთრი კურორტი დამსვენებელთა მოლოდინშია, გუდაურში სეზონი გუშინ გაიხსნა. ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში იმართებოდა, დღეს დილიდან კი უცხოელმა და ადგილობრივმა ტურისტებმა სათხილამურო ტრასებზე გადაინაცვლეს. მერე რომ გუდაურში გუშინ არ თოვდა ხელოვნური გათოვლიანობის წყალობით, სეზონის გასვლიდან 24 საათის შემდეგ ვითარება ადგილზე საკმაოდ შთამბეჭდავია. სეზონის გახსნიდან მეორე დღეს გუდაურში უკვე ხალხმრავლობაა. ხელოვნურად გათოვლიანებული სათხილამურო ტრასა პროფესიონალმა თუ მოყვარულმა მოთხილამურეებმა უკვე გამოსცადეს. სრიალის გარდა დამსვენებლებს გუდაურში გახსნილ ღვინის ქალაქშიც შეუძლიათ სტუმრობა, სადაც სხვადასხვა ღვინის დეგუსტაციაა შესაძლებელი. დამსვენებლების განწყობაზე აქ მოწვეული და ადგილობრივი დიჯეები ძრუნავენ. მოხარული ვარ, რომ ოჯახთან ერთად გუდაურში ვიმყოფები. აქ კარგი გარემოა, ამინდიც ხელს გვიწყობს. იმედი მაქვს, რომ ჩვენსავით ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა. ყოველწელს დავდივარ, მაგრამ მოლოდინმა გაამართლა. უფრო მეტიც იყო ალბათ, იმიტომ რომ არ მეგონა, რომ ესეთი მხიარულება იქნებოდა. DJ-ის არის ეს Wine City. ღვინის ქალაქი გუდაური 2014-ის გახსნა სამთო სათხილამურო კურორტზე დღეს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა დამსვენებლებს ახალი სეზონი მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ღვინის ტურიზმის ხელშეწყობასთან ერთად კურორტის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია. პრემიერმა დღეს ხელოვნურად გათოვლიანებული ტრასებით დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილი რაიონის მთავრობის წევრებთან ერთად სტუმრობდა. პრემიერ-მინისტრი ყველა იმ სიახლეს გაეცნო, რაც მიმდინარე წელს განხორციელდა. პირველად საქართველოში გავაკეთეთ ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც მანამდე არ იყო დამონტაჟებული არსად. ეს გავაკეთეთ გუდაურში და გავაკეთეთ ბაკურიანში. ნახეთ, რომ 29 ესე იგი გამსროლი ასე ვთქვათ, მოწყობილობა არის დამონტაჟებული, რომელიც ხელოვნურ გათოვლიანებას აკეთებს. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ამან მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ინვესტორებს. მომავალი წლიდან უკვე ჩვენ გავაგრძელებთ ამ სისტემების დამონტაჟებას უფრო ზემოთ კიდევ ორ ტრასაზე და ასევე დამონტაჟდება ხელოვნური რეზერვუარები და უკვე სრულყოფილად დაიწყებს ეს სისტემა ფუნქციონირებას. რამოდენიმე ახალი სასტუმრო შენდება, ასევე ბინების რეალიზაცია არის ძალიან გაზრდილი. დღის პირველ ნახევარში კი გუდაურში თანამედროვე სტანდარტების გადაუდებელი დახმარების ცენტრიც გაიხსნა, რომელიც ადგილობრივებს და დამსვენებლებს უკვე დღეიდან მოემსახურება და საჭიროების შემთხვევაში ტურისტებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გაუწევს, ან საავადმყოფოში მათ დროულ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ჩვენ დღეიდან უკვე გვექნება პირველადი გადაუდებელი დახმარების ცენტრი გუდაურში, რაც კურორტისთვის აუცილებელი იყო და აუცილებლად ეს ჩაჯდება იმ ვიზიტორებისთვის, იქნება ერთ-ერთი პლუსი, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და დაისვენონ ჩვენს კურორტებზე. ახალი აშენებული ობიექტი არის. ამ დროს აქ საჭიროება მაღალია, მაღალი რისკია. ტრავმის სხვადასხვა გართულებების და უკვე დღეიდან შესაძლებელი იქნება პრაქტიკულად ნებისმიერი გადაუდებელი მდგომარეობის მართვა, პირველადი სტაბილიზაცია და ადეკვატური გადაყვანა პაციენტის უკვე საბოლოო მკურნალობისათვის. ახალი სეზონისთვის გუდაური უკვე მზადაა. ხელოვნურად გათოვლიანებული პირველი ტრასა სრული დატვირთვით მუშაობს. მომავალ წელს გათოვლიანების სისტემა უკვე ყველა ტრასაზე დამონტაჟდება. მოამბის ტელებლოგის დაწყებამდე რამდენიმე წამი რჩება. დღევანდელი ფილმის ავტორი პაპუნა მოსიძეა, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემით დაინტერესდა. გავარკვევთ, რამდენად რთულია დახურული სივრცის დატოვების შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყება. არსებობს თუ არა მეორე შანსი დაშვებული შეცდომების გამოსწორების და როგორ მიმდინარეობს ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის პროცესი საქართველოში. პაპუნა მოსიძე, როგორც უკვე გითხარით, ჩვენი სტუდიის სტუმარია. საღამო მშვიდობის, მადლობა, რომ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ და მაყურებელმა დღეს გაცლებთ უფრო მეტი უნდა
გაიგოს, ვიდრე დავუშვათ აქამდე ჰქონდა ინფორმაცია. რატომ გადაწყვიტა პირველ რიგში პატიმართა მეორე სიცოცხლეზე მოგემზადებია ფილმი და რატო დაარქვით თუნდაც ეს სახელი? ანუ ცოტა შორიდან დავიწყებ, ეს ფილმის იდეა გამიჩნდა, როდესაც გამოცხადდა საყოველთაო ამინისტია და დაახლოებით 15,000 ზუსტი სტატისტიკა, არ ვიცი, დაახლოებით მაგდენმა ადამიანმა დატოვა საპყრობილეები და ჩემი მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში იყო ის, რომ როგორ შეძლებდნენ ეს ადამიანები რაღაც ახალი ცხოვრების დაწყებას, იმიტომ რომ ქვეყანაში ესეთი სიტუაცია რაღაც ეკონომიკური სიტუაციის გამო და იმის გამო, რომ ეს ადამიანები არიან ყოფილი პატიმრები, რაც გარკვეულ პრობლემას უქმნის და როგორ მოახდენდნენ, ჩემთვის საინტერესო როგორ მოახდენდნენ ეს ადამიანები რაღაცა ახალი ცხოვრების დაწყებას. ადაპტაციას. როგორ მოახდინეს, როგორ შეძლეს რესოციალიზაციის პრობლემა არსებობს დღეს საქართველოში და ვინ არიან შენი ფილმის გმირები? რამდენად დაიყოლია ეს ადამიანები თუნდაც ინტერვიუზე? ძალიან რთული რესპონდენტები არიან ზოგადად. კი, ძალიან რთული არის, ანუ ადამიანებს არ სურთ, რა თქმა უნდა, ილაპარაკონ იმ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ანუ ჩემი პერსონაჟები აღმოჩნდნენ ისეთი გახსნილი ადამიანები და თამამად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ შეექმნათ ამ პერიოდში, რა გააკეთეს და ეხლა რა მდგომარეობაში არიან. ციხის შემდეგ, ციხის შემდეგ, ზოგადად ფილმში, ანუ აქცენტი, ამ პატარა სატელევიზიო ფილმში აქცენტი ჩვენი მიზანი იყო, რომ აქცენტი გავუკეთებინა არა წარსულზე, არამედ მომავალზე, როგორ ცდილობენ ეს ადამიანები მეორე ცხოვრების დაწყებას. და საინტერესო იქნება, იგივე პრობლემა იქნება თუ არა ამ ადამიანებს საზოგადოების მხრიდან, ადაპტირების პრობლემა რამდენად არის სამუშაო, რომელზეც ზოგიერთი მათგანი საკმაოდ სერიოზულ განცხადებებს გარკვეული დროის წინ ამნისტიის შემდეგ გულისხმობ აკეთებდნენ, რომ მათთვის ჩაკეტილია ყველა უწყება და არ ეძლევათ მუშაობის დაწყების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში ანუ ჩვენ ძალიან რთული არის ყველა იმ პრობლემის რაღაც პატარა სატელევიზიო ფილმში ჩვენება, რომელიც ყოფილ პატიმრებს აწუხებს. მაგრამ ჩვენი გმირები, ანუ არ მინდა წინასწარ ვისაუბრო იმ თვითონ სიუჟეტზე, მაგრამ ჩვენი ფილმის გმირები მეტნაკლებად შეძლეს ამ პრობლემის გადაჭრა, მაგრამ აქ აგერ სხვა პრობლემები, რომლებიც სჯობია ალბათ ერთად ნახოთ ფილმში. წარმატებებს გისურვებ, პაპუნა მოსიძე, ტელებლოგი უთმობ მე ეთერს და დაგემშვიდობებით სამშაბათამდე ნახვამდის.